ეს არის რა თქმა უნდა პატარა რაიონი და ეს არის მინიმალური საავადმყოფო, რომელიც შენდება საქართველოში. თუმცა წარმოიდგინეთ, ეს არის მინიმალური, მაგრამ და ყველა დანარჩენი ამაზე მეტია თითქმის ყველა. და ესეთი აშენდება 150 საავადმყოფო ჩვენი საავადმყოფოების პროგრამით. და იცით, გუშინ ვიყავი სწორედ ყირგიზეთში. ძალიან კაი ხალხია, ძალიან თბილი, ძალიან ენთუზიასტი, ძალიან ნიჭიერი, ყველაფერი გამოვათ. მაგრამ გამახსენა იმ ქვეყანამ ზუსტად საქართველოს როგორც იყო 2003 წელს. და რა თქმა უნდა ხშირად გაისმის ხოლმე რომ რა ჭაჭამა თავროვან ტვინი, რას გვამადლიან რომ დენი იყო. დენის დამადლება შეიძლება 21 საუკუნეში. გეგონება 2003 წელს მე-15 საუკუნე იყო ან მე-18. მაგრამ ამასაც რო თავი გავანებოთ, ნუ რა თქმა უნდა, თავარი რასაც ახლა ვქნით ჩვენ საქართველოში, ეს არის ჯანდაცვის, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების სისტემა. რა თქმა უნდა, ჯანდაცვაში უფრო ადვილია შენობების აშენება, თუმცა არციც არ არის ადვილი, იმიტომ არცად პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არცად აღმოსავლეთ ევროპაში ამდენი თანამედროვე სასტუმროა საავადმყოფო არ შენდება, მაგრამ მეორე უფრო მძიმე ეტაპი იქნება გადამზადება ამ ხალხის, რომ თანამედროვე მოთხოვნებს მოერგოს, ეს ბევრად რთული იქნება, მაგრამ გაკეთებადია ესეც და ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ზოგადად განათლების სისტემა, რომელიც არის ასევე მსოფლიო დონის. თუ აი ამ ორ რაღაცას გავაკეთებთ, მიუხედავად რომ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი გაჭიროებაა გარშემო, ამ ორმა სექტორმა უნდა აქციოს საქართველოს განვითარებულ ქვეყნად. და იმის გამო, აი რატომაც ახთუანებული არიან თქვა სიტყვაზე ყირგიზეთის გავს ქვეყანაში საქართველოს რეფორმებით, რომელიც გახდა მართლა საქართველოს თავარი სიამაყე და ბრენდი, რომ ყველაზე უიმედო პოსტსაბჭოთა ქვეყანა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვარდების რევოლუციის შემდეგ. ეს ხალხი მარტო იმას უყურებს, ქაღალდზე რაც წერია, ხალხი უყურებს ამ საავადმყოფოებს, ჩვენ ახალ კომპიუტერულ კლასებს, ჩვენ ახალ ავტობანებს, ჩვენ ახალ კურორტებს, ჩვენ ახალ განვითარებას, რაც ყველაფერი რაც არის. მაგრამ ეს ყველაფერი შეუქცევად რო იყოს, აი ეს ჯანდაცვა განათლება გვჭირდება სწორედ ასეთი დონის საქართველოს უკლებლივ ყველა არაოკუპირებულ კუთხეში.